მოგესალმებით პოდკასტარიადან. მოკლედ, კაი ხანია არ ქონია არანაირი ვიდეო ჩაწერილი, ლაივი არ გავიკეთებია და ასე შემდეგ ჩვენი სტუდიიდან, რადგან მოკლედ რაღაც ზოგადად საქართველოში რაღაც ცოტა ისეთი მუხტია, რომ რაღაც ლაივისთვის ხო, რომ რაღაც ლაივისთვის ვერ მოვიცალეთ და ალბათ რაღაც მომენტში, ფიქრის საშუალებაც არ გქონდა მაგ ლაივისთვის იდეაში რა და რაღაცნაირად გვინდა რომ დაგიბრუნდეთ ესე რომ ვთქვათ. ხო და მოგეხსენებათ ახლა ყველას რომ საქართველოში ცოტათი ისე რომ ვთქვათ დაძაბული სიტუაცია ეს რაღაც პოლიტიკურ თემებს უკავშირდება რა თქმა უნდა და ჩვენ როგორც პოდკასტარია რაღაც ჩვენი მხრიდან რაღაცეები რაც არ მოგწონს რაცაც გვინდა რომ ჩვენი მხრიდან ვისაუბროთ ეს არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი რამ რაც არის ზოგადად ძალადობას გმობთ ჩვენ პოდკასტარია ძალადობა ძალიან ცუდია როგორც ნებისმიერი მხრიდან საიდანაც არ უნდა იყოს ზოგადად როგორც ფაქტი ძალადობა არის ცუდი და როდესაც ამ ფაქტის გამოვლენის მომენტი დგება ქვეყანაში ან ერთი მხრიდან ან მეორე მხრიდან უკვე ცუდია როგორც ქვეყნისთვის ჩამში ორივე მხრისთვის ცუდია ზოგადად ქვეყნისთვის არის ცუდი ეს მდგომარეობამდე როცა მიდის ხო ქვეყანაში საქმე მნიშვნელობა გერმანიჭებ ვინ მართალი ვინ მტყუანი არიან რა თქმა უნდა რო ჩაყვეს საკითხს ამას მნიშვნელობა ექნება მაგრამ ზოგადად ფონი რაც შეიქმნა ძალადობის არის არ ვფიქრობ რომ ეს არის ჯანსაღი ესე რომ უნდა წყდებოდეს საკითხები მაგას არ ვეთანხმები მე ხო მაგიტომაც ვწერთ ჩვენ დღეს ამ პოდკასტს რომ იდეაში ძალიან ეს ამ ყველაფერმა მოკლედ მარტივად რო თქვა ყველა სეგმენტზე ძალიან ცუდად იმოქმედა არავინ არ თქვას რომ ვიღაცას ეს ყველაფერი არ შეეხო და რაღაცა ვზივარ და მე კარგად გზნობ თავს ჩემს ნაჭუჭში ვარ და არც არაფერი არ ხდება ეს არის ძალიან ცუდი მეგობრებო რაც დღეს საქართველოში ხდება ეს არ უნდა ხდებოდეს და ნამდვილად ყველამ უნდა ჩავიხედოთ ჩვენ გულში გადავხედოთ ჩვენს ოჯახებს გადავხედოთ ჩვენს ვინც ბიზნესმენები ხართ ბიზნესებს გადავხედოთ უბრალოდ ჩვენს პროფესიებს და რაღაცნაირად მივცეთ საშუალება ჩვენივე თავებს რომ რაღაც არ გავჩერდეთ ძალიან კაი ლოზუნგი ქონდა სხვათა შორის საქართველოს ბანკს რომელიც აი ძალიან მომწონდა არ გაჩერდე ხო და ძალიან ხშირად ჩვენც ახლა მოგეხსენებათ მარტო პოდკასტარიას წარმომადგენლები არ ვართ მე და საბადან რაღაც ვიდეოებსაც და რაღაცებს ზოგადად პროდაქშენის თვალსაზრისით მუშაობთ და ჩვენი პროდაქშენის გვაქვს კიდევ ცალკე რაღაც ბრენდინგის არევა არ მინდა ხოლმე ზოგადად და რაღაც შეზავება მაგრამ გვაქვს ჩვენი პროდაქშენი სადაც ვაკეთებთ ვიდეოებს და ასე შემდეგ და ეს სიტუაცია კონკრეტულად ჩვენ პროდაქშენსაც შეეხო ჩვენ ბიზნესაც შეეხო და რაღაცნაირად ძალიან შევნელდით ყველანი შევნელდით არა მარტო ჩვენ მთელი საქართველოს ბიზნესი შენელდა და არავინ არ თქვას რომ ეს ესე არ არის ყველა სფეროს შეეხო ნამდვილად ეს იქნება სავაჭრო სფერო იქნება თუ წარმოების სფერო იქნება თუ მედია სფერო რომელიც ჩვენ ვართ და რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ რა და რა ვიცი მართალია სიმართლეს გეტყვით რომ ჩვენ პოდკასტარიას ეს ყველაფერი არ შეხებია პოდკასტარია მაინც მუშაობს იგივე რეჟიმში მინდა ვთქვა მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ პირობითად ჩვენ სხვა საქმიანობებში ხელი გვეწყობა. რაღაცები იგეგმებოდა და ამ პროცესების გამო გადაიდო. კი, რა თქმა უნდა, და პროცესში გაიწელა, გადაიდო და შესაბამისად გაგრძელდება იმის მიხედვით როგორ გაგრძელდება ქვეყანაში სიტუაცია. ნამდვილად ხო და გვინდა რომ იყოს ყველაფერი დასტაბილურდეს საქართველოში თითოეული ჩვენთაგანი ჩვენი ოჯახის და ჩვენი ქვეყნის გამო აუცილებლად უნდა ვეცადოთ რომ არ გავჩერდეთ ნამდვილად ვაკეთოთ ყველამ ჩვენი საქმე და ჩვენი საქმე დაგვანახებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას და ჩვენი საქმეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია
ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაში და კეთილდღეობაში წვლილის შესატანად, ესე რომ ვთქვათ რა და რა ვიცი ანუ მე მგონი ყველა ბიზნესი დაგვეთანხმება ამ ყველაფერზე ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება ერთი ვთქვათ მყარად რაც ჩვენ არ მოგწონს ჩვენ გმობთ რუსულ გავლენას საქართველოში რაც ბიზნეს შეეხო და ძალიან მნიშვნელოვნად შეეხო ჩვენ სფეროშიც შეეხო და პირდაპირ ვიტყვი და არ დავმალავ იმას, რომ არის ძალიან ბევრი, ანუ მედია სფეროში არ დავაკონკრეტებ კონკრეტულად ბრენდინგის ქვეშ და ასე შემდეგ კომპანიებს, ანუ კომპანიებად როგორ გითხრა სტუდიები უფრო არიან ეს ხალხი, ესენი არიან რუსები, შემოსულები საქართველოში, რომლებთაც აქვთ რაღაც თავისი ინტეგრირება უნდათ საქართველოს ბიზნესში, არიან გამოქცეულები იმ რუსულ სახელმწიფოს და შეფარებულები საქართველოს, სადაც ამ 3,500,000-იან მოსახლიან ქვეყანას კიდევ ერჩიან და შემოდიან იმ თავისი ბიზნესებით და ხელს უშლიან იმ არსებულ ქართულ ბიზნესებს განვითარებაში. ის იქნება მედია სეგმენტი, იქნება თუ ჩვეულებრივად, ანუ ნებისმიერი ბიზნეს სეგმენტი, ეს ხდება ყველგან, მეგობრებო და რაშიც ამასში ანუ დარწმუნებით ვიზახი აი ამ ყველაფერს რა. ტაქსის კომპანიებიდან დაწყებული ძალიან მსხვილი ბიზნესებით გაგრძელებული რა ეს იქნება როგორც სამშენებლო ბიზნესი და ასე შემდეგ. ანუ ამითი ისი თქმა მინდა მეგობრებო რა, ანუ საქართველო არ არის იმხელა ქვეყანა, რომელმაც შეიძლება რომ უცხოური ბიზნესი მეტად დაიტიოს ვიდრე ადგილობრივი. არ არის რესურსი არ აქვს ფიზიკურად. მარტივად რო ვთქვა, აი პატარა ყუთში ბოდიში საბარო გაწყვეტნებ სიგარეტის კოლოფში, რომ პირობითად მთელი ბლოკი ავიღოთ და ჩავტენოთ. ბიზნესის მარტივად ვთქვა, კეთების რა განმაცხადოთ, ბიზნესის კეთების კუთხით, რა თქმა უნდა, ყველას უნდა შეეძლოს, რომ კონდეს საშუალება გააკეთოს ბიზნესი. მათ შორის სხვა ქვეყნის წარმომადგენლებსაც თუ გვინდა რომ ვიყოთ, ესე ვთქვათ, ღია ქვეყანა. ხო, და არ ვიყოთ ჩაკეტილები, მაგრამ აქ ალბათ უნდა მოხდეს პოზიციონირება ისე რომ ეს არ უნდა იყოს ჰეგემონიურად გავრცელებული, მოდებული, როდესაც ვღებულობთ უღებთ კარს იქით ამ მხრიდან და შემოდიან ბაზარზე სათამაშოდ, თან შემოდიან იქაური რესურსებით, რომელიც, თქვათ, რომ აღემატება აქაურ რესურსებს, ანუ ადგილობრივ რესურსებს, ხდება ფინანსურად მათ შეუძლიათ, რომ დააგდონ სიტყვაზე ტარიფები და იქამდე გაყვნენ ამ დაგდებულ ტარიფებს, ანამ ადგილობრივად არ დაძირავს. და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, უკვე თავის ხელში იქნება ამას უნდა აცებს, უნდა დაწვეს ეს ჩვეულებრივი ამბავი არის. მე რატომღაც, ანუ რუსეთის მიმართ, ანუ არ მაქვს კარგი აზრი და ანუ ძალიან არ მომწონს რუსების ბიზნესების განვითარება საქართველოში პირდაპირ გეუბნებით რა, ანუ მართლა არ მომწონს და მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენ და პოდკასტარია რომ ხელი შეუწყოთ ქართულ პოდკასტს განვითარებაში და ყველაფერს ვაკეთებთ მაგისთვის და არ ვიშურებთ მართლა ერთ წამსაც კი არ ვიშურებთ მაგისთვის და ყველას უდგავართ გვერდში ჩვენ მომხმარებლებს ვინც არიან არ დავიწყებ ჩამოთვლას რომლისიაც დღითიდღე იზრდება და ჩვენი სეგმენტი არის უფრო ცივილიზირებული სეგმენტი და არის უფრო კონსერვატიული სეგმენტი და ყავს ასევე ყველანაირი აზრის და ყველანაირი მიმართულების და ანუ აზროვნების მომხმარებლები ჩვენთან წერენ ამ პოდკასტს და არავიზიარგოს გართულება და ყოველთვის ყველა სეგმენტისთვის ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა და შეუძლია ნებისმიერ თქვენთაგანს მოვიდეს და გააკეთოს ნამდვილად ქართული საქმე. გააკეთოს ქართული პოდკასტი ქართველებთან ერთად. დავგმოთ რუსული და გავაკეთოთ ქართული საქმე. ჩემი სიტყვა ეს არის რა. ხო, ხაზი უნდა გაუსვათ ნამდვილად იმას, რომ ჩვენი სივრცის იდეა რა იყო თავიდანვე გარდა იმისა, რომ უბრალოდ როგორ ბიზნეს რო თავი დაანებოდა, როგორც შემოსავლის წყარო დრო არ ჩათვალოთ პოდკასტარია, თავიდანვე ჩვენი იდეა იყო ის, რომ ქვეყანაში შექმნილიყო სივრცე, სადაც საშუალება ექნებოდა მსურველს მოსულიყო ნებისმიერი აზრი, რაც ექნება
თავისებური, ანუ შინაარსი ჩვენ არ ვერევით. მომხმარებელი რომ მოდის რა შეხედულებას არ უნდა ქონდეს, შეუძლია მოვიდეს დააფიქსიროს, რადგან ჩვენ ვთვლით რომ უნდა იყოს ქვეყანაში სივრცე, სადაც შეეძლებათ ადამიანებს თავისუფლად მოსვლა და არავინ არ შეუზღუდავს იქ იმას, რომ ეს არ თქვა, ის არ თქვა რა. შეუძლიათ მოვიდნენ, თქვენ რაც უნდათ, როგორც უნდათ და შეიქმნას პროდუქტი ქვეყანაში ქართულ ენაზე პოდკასტი ისეთი ღირებული, რომ მომხმარებელს მოусმინოს ერთსაც მეორესაც. ერთი როგორ მსჯელობს, მეორე როგორ მსჯელობს, ხო? და აქედან გამოვიტანოს და მე ვფიქრობ ეს იქნება ყველაზე ჯანსაღი გამოსავალი დღევანდელი სიტუაციიდანაც მათ შორის და ასევე ზოგადად ქვეყნის პროცესის განვითარებისთვისაც კარგი იქნება ეს, რომ რაც მეტი იქნება, მეტი აზრი იქნება. მაყურებლისთვის უფრო ის იქნება, ადვილად გასაგები იქნება პროცესები, ხო? და შეხედულებები გასააზრებლად. გეთანხმებით და ნამდვილად კიდევ ერთხელ გეთანხმებით ნამდვილად სულით და გულით, აბა და ასევე კიდევ დავძენ პატარა რაღაცას პოდკასტი ზოგადად არის თავისუფალი მედია. პოდკასტერები არიან ის თავისუფალი სეგმენტი, რომელსაც მიუკერძოებლად ან მიკერძოებულადაც შეიძლება ვიღაცები იყვნენ, მაგრამ ძირითადად ეს სეგმენტი არის მიუკერძოებელი. ანუ პოდკასტს ყველა აწარმოებს ინდივიდუალურად თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე. და ეს არის თავისუფალი მედია, ნამდვილადაც რომ არის, ეს არის თავისუფალი მედია, რომელიც გამოირჩევა პირობითად რომელიღაცა და სხვა მიკერძოებული ტელევიზიებისგან. ანუ ყველას შეგიძლიათ აწარმოოთ თქვენი სიტყვა, გამოხატოთ თქვენი აზრი და თქვენი ფიქრები საჯაროდ. გააპოდკასტეთ აზრები. საქართველოში არის რამოდენიმე რუსების მფლობელობაში არსებული ფოტო სტუდიები, მეგობრებო. და ეს კარგად მოვიტან რა, აი ამ სიტყვებს თქვენამდე შეიძლება ბევრი ჩვენი წარმომადგენელი ვიყურებს ახლა და ეს სიტყვები მისთვის უცხო არ არის. მეგობრებო, შეეშვით მათთან ბიზნეს კოლაბორაციას. შეეშვით, გააკეთეთ ქართული. შეიძლება ლარით და 2 ლარით მეტი ღირდეს ქართული, მაგრამ იცოდეთ ერთი რამ, რომ ის მიდის ქართველი ჯიბეში. რატომ გამოდის ეს ლარი და 2 ლარით? ნუ მაქსიმუმ რო თქვა, საბოლოოდ შეიძლება გამოვიდეს მეტი 10-15%, რომელიც არის ის პროცენტი ზუსტად რასაც ვიხდით ჩვენ სახელმწიფოში და არის ბიზნესები, რომლებიც ამას თავს არიდებენ და არიხდიან. ნამდვილად. მოკლედ ეს გვინდოდა ჩვენი მხრიდან გვეთქვა, იმედია მალე დაგიბრუნდებით ისევ პოდკასტ არეაში, ისევ ჩვენ მე და საბა და უფრო სახალისო თემებით იმედია აი ხასიათით. დროებით მეგობრებო, წარმატებები ყველას. კარგად.